ძვირფასო თანამემამულეებო მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად განვიხილავთ 1 იანვარს სტამბულში გამართულ დიდ საპროტესტო აქციას, მანიფესტაციას, რომელსაც უძღვებოდა და ამავდროულად ორგანიზატორი იყო პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანის შვილი ბილალ ერდოღანი. დეტალურად მოგიყვებით, რას უკავშირდებოდა ეს პროტესტი, მოკლედ გეტყვით, რომ ღაზას და პალესტინის თემას უკავშირდებოდა, საკმაოდ მასშტაბური იყო, ორგანიზატორები მას მნიშვნელოვან აქციად აფასებენ და ჩვენ ვისაუბრებთ იმ გზავნილებზე, შეფასებებზე, რაც ასევე გაკეთდა ამ აქციის დროს. პირველ რიგში გთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ჩემი არხი და ამით თქვენ მხარს უჭერთ ჩემს საქმიანობას და მომავალ ანალიტიკურ მასალებს. როგორც ვხედავ, ინტერესი ჩემს მიერ მომზადებული ანალიზის მიმართ იზრდება, რაც ძალიან მახარებს და ჩვენ აქტიურად აქედან გამომდინარე გავაგრძელებთ თქვენთან ერთად ამ საქმიანობას. ასევე დაწერეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, ასევე შეგიძლიათ გააზიაროთ ეს ანალიზი თუ ჩავთვლით, რომ მნიშვნელოვანია სხვებსაც მიაწოდოთ ეს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ასევე გამოიწეროთ არხი, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის არხის განვითარებისთვის. ძვირფასო თანამემამულეებო, ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ თქვენთან ერთად და გავაგრძელებთ აქტიურად, რა თქმა უნდა, საუბარს თურქეთსა და ისრაელს შორის შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ პირდაპირ თუ არა პირდაპირ დაპირისპირებასთან და მეტოქეობასთან დაკავშირებით რეგიონში. და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ აი ამ კონტექსტში, რაზეც დღეს თქვენთან ერთად ვსაუბრობთ, რადგანაც აი ეს მანიფესტაცია, სადაც ორგანიზატორების შეფასებით 9 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა თავად სხვადასხვა კრიტიკული ჟურნალისტის თუ ანალიტიკოსის შეფასების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ მცირე რამდენიმე ასობით ათასი მონაწილეობდა, ანუ ციფრები მერყეობს დაახლოებით 100-200 ათასიდან ყველაზე მაქსიმალურ 500-1000-მდე. თუმცა ეს საკმაოდ მოსალოდნელია, მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ გადაჭარბებულია ზოგადი საშუალო მონაცემები, ანუ რამდენიმე ასობით ათასი ადამიანის მონაწილეობა, რადგანაც თემა ნამდვილად წარმოადგენს თურქული საზოგადოებისთვის არა მხოლოდ სენსიტიურ, მე ვიტყვი, რომ ღრმად პოლიტიზირებულ საკითხს. და აუხსნი რას გულისხმობ. ჩვენ თქვენთან ერთად ერთ-ერთ ანალიზში მთლიანად მიმოვიხილეთ თურქეთის ეკონომიკური მდგენელი და უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც ნებისმიერ ქვეყანას ძალიან უჭირს შიდა ეკონომიკის მხრივ, სახელმწიფოს უჭირს შიგნით, მას ჭირდება გარე მტერი. ხშირ შემთხვევაში ეს გარე მტერი არის სადმე კონკრეტული მტერი, ასე თქვათ, ვისაც შეგიძლია დაასახელო და თურქეთის შემთხვევაში ნამდვილად ასეთი არის. ეს კონკრეტული მტერი არის ისრაელი, რომელიც ჩაგრავს მათი აზრით პალესტინელებს და სწორედ აი ტერმინოლოგიაში მაგალითად აქციის დროს გამოიყენებოდა ისეთი სიტყვები, რომ ჩაგრელი და ჩაგრულები, ანუ მკვეთრად არის გაყოფილიო შავი და თეთრი, ისრაელი არის მჩაგვრელი და პალესტინელები არიან ჩაგრულები ამ შემთხვევაში, ანუ ბილალ ერდოღანი, ერდოღანის შვილი, რომელიც ბიზნესმენია, პოლიტიკოსი არ არის, თუმცა გააჩნია ძალიან სერიოზული გავლენა ზოგადად თურქულ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში, კერძოდ ხელმძღვანელობს რამდენიმე არასამთავრობო ესეთ სამოქალაქო ორგანიზაციას, რომლებიც ისლამისტური აზროვნების არიან და მისი მოწოდებები მაგალითად აქციაზე თურქების მიმართ კი არ იყო მიმართული, ეს ძალიან საინტერესო ფაქტორია, არამედ უმმასადმი. ეხლა ანუ უმა ამ შემთხვევაში ჩდება როგორც სუბიექტი და რა არის უმა? შეიძლება ნაწილს ეს ინფორმაცია გქონდეთ, მაგრამ მაინც მე ჩვენი ეთერების დროს ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ყველაფერი განმარტო, რაზეც საუბრობ, იმისთვის, რომ ერთად სრულფასოვნად დავინახოთ სურათი. უმმა ეს არის ისლამური ტერმინი, რომელიც გულისხმობს მორწმუნე მუსლიმებს. ყველას. ანუ ერთობლიობას მორწმუნე მუსლიმების. შესაბამისად, ბილალ ერდოღანის გზავნილები არ იყო მიმართული თურქების სადმი. არამედ მიმართული იყო მორწმუნე მუსლიმებისადმი. ან უბრალოდ მუსლიმებისადმი, იმიტომ რომ მუსლიმი ავტომატურად ითვლება ეს მორწმუნედ. შესაბამისად, მუსლიმური მორწმუნე საზოგადოება არის უმმა და მათსადმი იყო მიმართული, რომ აი
მათი შეფასებით და უმასად მიგზავნილით, თურქეთი არის ის ქვეყანა, რომელიც პალესტინელების უფლებებზე საუბრობს, იმიტომ რომ თურქეთი სამართლიანობის მხარეს დგასო, ბილალ ერდოღანი აცხადებს, ხოლო ისრაელი ჩაგრავს პალესტინელებს უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ. აქ ბილალ ერდოღანს, რა თქმა უნდა, დაავიწყდა ჰამასის ხსენება, როგორც პრინციპში ღიად ტერორისტული ორგანიზაციის, ამას მგონი არც არავინ მალავს, რომელიც მართავს ღაზას დღემდეც და განიარაღების შესახებ კი არის შეთანხმება, მაგრამ ჯერჯერობით ეს მომხდარი არ არის და რომელმაც განახორციელა 2023 წლის 7 ოქტომბერის ცნობილი თავდასხმა ისრაელზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მოკლეს, ბევრი ტყვე დაიყვანეს მძევლად და ასე შემდეგ, ხო, მძევლად, იმიტომ რომ ძალიან ცოტა იყო იქ სამხედრო, ძირითადად სამოქალაქო პირები. ეს, რა თქმა უნდა, ნახსენები არ აქვს ბილალ ერდოღანს. მე ასე ვთქვათ, ვცდილობ სრულფასოვანი რა თქმა უნდა ანალიზი გავაკეთო რამდენიმე მხრიდან, მაგრამ მათ შორის უნდა გავიაზროთ, რომ ჩემი ანალიზები გამომდინარეობს ჩემი პრიზმიდან დანახული, მათ შორის ამ გეოპოლიტიკურ მოვლენებს, იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავდება სხვადასხვა პრიზმიდან დანახული, ხო? შეგიძლია სხვა პრიზმიდან შეხედო ამას, მხოლოდ მაგალითად თურქეთი როგორ ამას ხედავს, ან ზოგი ქვეყანა. მე ვცდილობ ობიექტურად შევხედო, მაგრამ ჩემებური ხედვა ნამდვილად ამაში არის მათ შორის და ამას უბრალოდ ვერ შევცვლი და ვერ გავხდები ასეთი მიუკერძოებელი ინფორმაციის მიმწოდებელი ჟურნალისტი, იმიტომ რომ მე არ ვარ ჟურნალისტი, ჩემი მიზანი არ არის ჟურნალისტური მასალის მიწოდება თქვენთვის, არამედ არის ანალიზის მიწოდება მოვლენებზე, რომლებსაც მე ჩემებურად მათ შორის ხედავ რა მიზანშედეგობრივი კავშირი გააჩნია ამას, ვცდილობ ახსნა ცხადია, ეს არ არის რაიმე ფარული ხედვა, არამედ ეს არის საკმაოდ ღია, ნათელი ხედვა, რომ თურქეთს ეკონომიკური პრობლემების დროს ძალიან ჭირდება მტერი და პრინციპში არანაირი ასეთი მითიური ჩამოყალიბებული სტრუქტურები იქ არ არის თურქეთისთვის შიდა ეს სტრუქტურა გიულენთან დაკავშირებული საკმაოდ კონკრეტული იყო და იმას ებრძოდა ერდოღანი და მითიურობაში არ გადასულა. მოკლედ არანაირი ბჭყალებში გლობალური ომის პარტია ან deep state და ასე შემდეგ არ აქვს გამოგონილი ერდოღანს, არ ჭირდება ეს გიულენის მიმართულება იყო მისთვის deep state-ად შეფასებული, ანუ გარკვეული გავლენები, რეალურად ყველა მოწინააღმდეგე ვინც უფრო დემოკრატიულ თურქეთს ემხრობოდა, დაიჭირა აი ამ ლოგიკის ფარგლებში და ეხლა ჩამოყალიბა ავტორიტარული თურქეთი, სადაც როგორც გითხარით, ისლამისტური ნარატივები მნიშვნელოვნად იზრდება. თავად ერდოღანის ისლამისტური ნარატივები და ამის ნათელი მაგალითი ასევე რელიგიურ ჭრილში არ ვამბობ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში. აია სოფიას ეკლესიის მეჩეთად ჯერ მუზეუმი იყო, იცით, ქემალ ათათურქის ინიციატივით და დიდი ხნის განმავლობაში და მეჩეთად ისევ გადაქცევა და გახსნისას ერდოღანის მონაწილეობაც, ანუ ეს არის პოლიტიკური აქტები, ანუ ერდოღანი აბრუნებს ისლამს, პოლიტიკურ ისლამს, აქ რელიგიაზე არ საუბრობ, საუბრობ პოლიტიკაზე, დღის წესრიგში და პოლიტიკური ისლამის მდგენელი არის უმმას ცნება. რატომ აწუხებს ეს თურქეთს განსაკუთრებით? იმიტომ რომ უმმას ლიდერი არის ხალიფი და ჩვენ ამის შესახებ პრინციპში ისტორიიდან ყველამ ერთად ძალიან კარგად ვიცით. თუმცა პირველი ხალიფები თუ იყვნენ არაბულ სამყაროში, ანუ მთელი მუსლიმების ლიდერი, ხალიფი არის მთელი მუსლიმების ლიდერი და მოდიოდა არაბებიდან, საიდანაც ისლამი წამოვიდა, ჩვენ ვიცით რომ ბევრი საუკუნის განმავლობაში ხალიფის წოდება იყო ოსმალეთის იმპერიის მეთაურის წოდება. ანუ ოსმალეთის იმპერია სინამდვილეში ჩვენ ვუწოდებთ მას ასე, თავის თავს რეალურად თვლიდა ისლამურ სახელმწიფოდ, ანუ ერთადერთ ისლამურ სახელმწიფოდ, რომელიც უნდა აერთიანებდეს ყველა მუსლიმს და არამუსლიმსაც, ეგ ცალკე თემა, ეხლა არ ჩაუღმავდებით. ხო და ბილალ ერდოღანი როცა ასეთ განცხადებს ეხლა აკეთებს, მათ შორის რას ამბობს, რომ ჩვენ განვათავისუფლებთ იერუსალიმს, ალ-კუდს უწოდებენ, ამავდროულად განვათავისუფლებთ ალ-აქსას მეჩეთს იერუსალიმში, რომელიც ისრაელის კონტროლის ქვეშ არის, ისევე როგორც იერუსალიმი და ისრაელის დედაქალაქი არის. და
გავათავისუფლებთ პალესტინასო. იქ მიტინგზე ძალიან საინტერესო იყო, რომ გზავნილები იყო ზღვიდან, უკაცრავად მდინარიდან ზღვამდე პალესტინა იქნება თავისუფალი. ეს ცნობილი გამონათქვამი არის, თუმცა ძალიან კონტრავერსიული, ასე ვთქვათ, ანუ უცნაური და დაპირისპირებების გამომწვევი გამონათქვამი არის. ეს პლაკატი ბილალ ერდოღანის სიტყვები არ არის, დიდი ბანერი ჰქონდათ ასეთი მიტინგზე და ეს უნდა განმარტო. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით ჰამასის იდეოლოგიას შეეფერება, ისევე როგორც ირანის იდეოლოგიას, თუმცა ირანი შიიტური განხრით არის, შეეფერება ასევე თურქეთის იდეოლოგიას, იმიტომ რომ თურქეთის მმართველი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი არის პრინციპში ძმები მუსლიმების ასეთი გაერთიანების, შეიძლება ვთქვათ, მოძრაობის, გლობალური ისლამური მოძრაობის ნაწილი. მანამდე ასევე ეგვიპტეს პრეზიდენტიც იყო მუჰამად მურსი, რომელიც გადააყენეს სამხედროებმა. ამ ძმები მუსლიმების მოძრაობის ერთ-ერთი წევრი და მათი იდეა უკავშირდება იმას, რომ პალესტინა უნდა სხვა საზღვრებში იყოს, ანუ მთელი ისრაელის და პალესტინის კონტროლის ქვეშ რაც არის ტერიტორიები, ანუ აი ეს ტერიტორიები უნდა იყოს მთლიანად პალესტინა. ანუ ისრაელი არ უნდა არსებობდეს როგორც სახელმწიფო, ეს არის მათი იდეოლოგია, მათ შორის ძმები მუსლიმების. ერდოღანი ამაში საკმაოდ ღიად არის ჩართული, ზოგადად სიმბოლოებს იყენებს, მათ შორის სხვადასხვა სიმბოლოს ხელებით იქნება ეს თუ ასე შემდეგ ანიშნებს აი ამისკენ. ზოგადად ხალიფის როლში შესული არის ნაწილობრივ, როგორც გითხარით და ალაქსას მეჩეთად გახსნა მაგის ნაწილი იყო ბუნებრივად. მისი შვილი რომ ამ გზავნილებს აკეთებს ბილალ ერდოღანი, ეს ასევე მეტყველებს იმაზე, რომ თანამდებობა არ გააჩნია და ბევრის თქმა შეუძლია, რის თქმაც მამამის ღია და არ უნდა და არ სურს, იმიტომ რომ ესმის ასეთი გზავნილები თუ გაკეთება თურქეთის პრეზიდენტის მიერ, მათ შორის რამდენად ეს გამოიწვევს დაპირისპირებას არა მხოლოდ ისრაელთან, არამედ მათ შორის დასავლეთთან ზოგადად, თუმცა ერდოღანს არაერთხელ უთქვამს და მის ოფიციალურ გვერდზეც დევს ეს Facebook-ზე, X-ზე და ასე შემდეგ, რომ იერუსალიმი ჩვენი ქალაქი არისო, აი პირდაპირ ასე, ნუ ალ-კუდს უწოდებენ უბრალოდ, თორე იგივე ქალაქზე არის საუბარი, ანუ ჩვენი ქალაქი არისო, თან ჩვენი ამ შემთხვევაში თურქეთს გულისხმობს ოსმალეთს, რომელიც ნამდვილად აკონტროლებდა იქ ტერიტორიებს. ოსმალეთის იმპერიის დროს, ისევე როგორც მექას და მედინას აკონტროლებდა ერთი პერიოდის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სწორედ ოსმალეთის იმპერია. შესაბამისად, ბილალ ერდოღანის ეს გზავნილები, ეს განცხადებები 1 იანვარს ასეთი დიდი მასშტაბური აქციის ორგანიზება, ერთი მხრივ არის თურქეთის საზოგადოების შიდა მობილიზება, მეორე მხრივ აი ამ ისლამური ფაქტორის დაბრუნება დღის წესრიგში, თუმცა არ კვეთს გარკვეულ ზღვარს, ანუ ეს არ არის მუქარანარევი მაინც და მაინც ტონი იმისა, რომ რაღაც კონკრეტულს გავაკეთებთ ამა და ამ ვადებში, ანუ ეს არ გულისხმობს ამ მომენტისთვის გარკვეულ ულტიმატუმებს, რომ მოვითხოვთ ამასა და ამას, თუმცა მუქარები ნამდვილად ისმის, ხო? გავათავისუფლებთ იერუსალიმს, ალაქსას, მეჩეთს და ასე შემდეგ, ხო ეს გულისხმობს ომს, თან რამხელაობს, თან ვისთან ომს და თან როგორი ტიპის ომს. და კონკრეტულად კი რელიგიური ტიპის ომს, თავისი რელიგიური შინაარსით, ისლამური მდგენელით, ესე იგი იუდეველების, ანუ და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელის მოქალაქეები მუსლიმებიც არიან, ქრისტიანებიც არიან, ზოგადად და ისრაელს მხარს უჭერს პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, ქრისტიანული სამყარო პრაქტიკულად უდიდეს ნაწილი გულისხმობს შეერთებულ შტატებს, ევროპის ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ეს არ ცდება იმას, რომ არავინ უჭერს მხარს ღაზაში ადამიანების ამ მდგომარეობას. ძალიან რთული მდგომარეობა არის, ესეც უნდა ითქვას, რომელიც შექმნილია კიდევ ერთხელ ჰამასის თავდასხმის შედეგად. ეს არანაირად არ ამართლებს აი ამ ვითარებას, თუმცა მიზანმიმართული ისრაელის პოლიტიკა ჩემი შეფასებით, რომ რაიმე სპეციალურად შეექმნათ პრობლემები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ღაზაში, ნამდვილად არ იკვეთება.
პრობლემა იმას უკავშირდება, რომ ჰუმანიტარული დახმარება მაგალითად, რომელსაც ისრაელი უშვებს, მიდის ჰამასის ხელში და ჰამასი ამით манипуლირებს. იარაღის იმპორტი ხდება, საწვავის იმპორტი თუ ხდება, ჰამასი იყენებს ამ საწვავს და არა მოქალაქეებს აწვდის. ზოგადად ჰუმანიტარული დახმარების ფონზე მაგალითად მარა გვახსენდება, როდესაც თურქული გემი დააკავეს 2010 წელს ისრაელში, რომელიც მიდიოდა ღაზაში და სადაც წესით და რიგით უნდა ყოფილიყო ჰუმანიტარული დახმარება და იყო იარაღი და ამის შემდეგ დაიძაბა ძალიან მნიშვნელოვნად ურთიერთობები ისრაელსა და თურქეთ შორის, იმიტომ რომ აღმოჩნდა ჰუმანიტარული დახმარების ნაცვლად იარაღს აწვდით პალესტინელებს, ანუ ჰამას, რომელიც იქ მეთაურობს ამ რეგიონს. ამიტომ დაძაბულობა ზოგადად ნათელია, თუმცა თურქეთი ამ შემთხვევაში აცხადებს, რომ თავად არის ასევე ისლამური სამყაროს ლიდერი, იმიტომ რომ ყველაზე მასშტაბური აქციები პალესტინის თემაზე ტარდება იქ. გარკვეული კონკურენცია აქვს თურქეთს და ირანს პალესტინის თემაზე და რაც არ უნდა უცნაური იყოს, პალესტინელები იცით რომ არიან არაბები წარმოშობით. ზოგადად შეიძლება რაღაც პერიოდში ფილისტინელები როცა ცხოვრობდნენ იქ, სანამ არაბები განავრცებდნენ საკუთარ იმპერიას და მათ შორის თბილისამდე მოვიდოდნენ და ჩვენ ეს ვიცით ისტორიიდან და აქ შექმნიდნენ საკუთარ საამიროს თბილისის. აბო თბილელის ისტორია მათ შორის მანდედან მოდის, ხო? სულ მცირე მაგ ლიტერატურული ნაწარმოებიდან ვიცით ეგ ეპოქა საკმაოდ კარგად. რომ არაბები იმპერიალისტური პოლიტიკის მატარებლები იყვნენ და ავრცელებდნენ საკუთარ რელიგიას და ეთნიკურ მდგენელს ყველგან, ხო, ეგვიპტეში საერთოდ არ იყვნენ არაბები, დღეს არაბები არიან სრულად, ეგვიპტის ცივილიზაცია მთლიანად პრაქტიკულად გამქრალია, ისევე როგორც ჩრდილოეთ აფრიკაში არაბები არ იყვნენ, მესოპოტამიაში, ანუ ერაყის, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, სირიის ტერიტორიაზე არაბებს არ უცხოვრიათ, არაბებმა ეს ცხოვრების არეალი განავრცეს და მათ შორის ფილისტინელები გადააქციეს არაბებად, ანუ რაც დღეს ჩვენ ვიცით როგორც პალესტინელები, რომლებიც თითქმის არაფრით განსხვავდებიან, შეიძლება რაღაც დნმ-ის ან ნაირსახე დნმ-ის გარკვეული კონკრეტული განსხვავებებით, მაგრამ ზოგადად ეთნიკური მდგენელი არის არაბული. ამიტომ როცა ჩვენ საუბრობთ პალესტინელებზე დღეს, გინდ ღაზას, გინდ დასავლეთ სანაპიროს, რასაც ვუწოდებთ, ან იუდეა და სამარეა, როგორც ისრაელში მოიხსენიებენ, ეს ტერიტორიები პრინციპში ისტორიულად არაბული არ ყოფილა. ისტორიულად პირიქით, ბიბლიით მტკიცდება, გინდ ძველი აღთქმით, გინდ ახალი აღთქმით და ასე შემდეგ, რომ ეს არის ებრაელების სამშობლო. და შესაბამისად ნებისმიერი სურვილი რომ ებრაელები საკუთარი სამშობლოდან გააქრო, რაზეც საუბარია მდინარიდან ზღვამდე, პრაქტიკულად ჰოლოკოსტის გამეორებას მათივე სამშობლოში, იმიტომ რომ გერმანიაში აშკარად არ იყო სამშობლოში, ცხადია, გამეორებას ისახავს მიზნად და ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და როცა ეს კეთდება რელიგიური გზავნილებით, ეს მოიცავს ასევე ისლამისტურ დღისწესრიგს, სადაც ერდოღანი აქტიურად უხვევს, რაც ზოგადად საფრთხეა პრინციპში, იმიტომ რომ ირანმა დიდი ხანია გადაუხვია იქეთ და ისლამისტები მართავენ ირანს. ერდოღანი ბალანსს იცავს, გულწრფელად უნდა ვთქვათ ეს, რამდენიმე სკამზე ერთდროულად წარმატებით ზის, აწარმოებს ასეთ უნიკალურ პოლიტიკას, თან ისრაელთან პრინციპში ვაჭრობა მთლიანად შეწყვეტილი არ აქვს, ნაწილობრივ აქვს შეწყვეტილი, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი არ აქვს ისრაელთან, მისი მოკავშირე აზერბაიჯანი ისრაელთან ძალიან კარგადაც ვაჭრობს, თვითონ ასეთი აგრესიული რიტორიკა აქვს და როგორც ჩვენ ერთ-ერთ ანალიზში მიმოვიხილეთ, კვიპროსი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ კვიპროსში მისი ყოფნა, ლიბანში, მერე სირიაში, ასე შემდეგ, ანუ გარკვეული პროცესები მიმდინარეობს ისრაელთან დაკავშირებით, თუმცა ესე აშკარად და აქტიურად თურქეთი არ გადადის ღია დაპირისპირებაში ისრაელთან. ამიტომ ეს გზავნილიც ერთი მხრივ თურქეთის ასეთი პოლიტიკის შემადგენელია, რომ ისლამურ სამყაროში ლიდერის როლი მიიღოს,
მეორე მხრივ ჯერჯერობით ნამდვილად არ გადადის ესე ძალიან მკაფიო და კვეთ გარკვეულ ნაბიჯებში. თუმცა სირიაში სხვა რეგიონებში როგორც გითხარით, ნელ-ნელა ისრაელს სამხედრო მხრივ თურქული სამხედრო ინფრასტრუქტურა უახლოვდება და ბოლო კვლევები ისრაელში ჩატარებული ადასტურებენ, რომ პირველი მტერი და საფრთხე თუ არის ირანი, მეორე ადგილს უკვე იკავებს თურქეთი. და ეს არის ძალიან ნიშნულოვანი ფაქტორი. ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო ამ საკითხის მიმოხილვა. გთხოვთ კიდევ ერთხელ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს ანალიზი და დაწეროთ თქვენი კომენტარები და გავაგრძელებთ ამ საკითხებზე საუბარს. მადლობა ყურადღებისთვის.